აქვს თუ არა წიგნს ალტერნატივა და ხომ არ ჩაანაცვლა ბეჭდური ლიტერატურა კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა? წიგნს ვკითხულობ მე ბავშვობიდან აკვიატებული მამაჩემი წიგნების ჭიას მეძახდა და ძალიან მიყვარდა ზედმეტად რა აი აკვიატებულად ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ეხლაც ვკითხულობ მე არ შემიძლია უწიგნო თავთან სულ მიდევს წიგნი და ჩამეძინება ხოლმე ჩვეულებრივ შეიძლება 1 საათი ვერ ჩამეძინოს და აი წიგნით მოგრული ძილი ძალიან სხვანაირ აი კომფორტში ვარ მე ვერ წარმომიდგენი ადამიანი უწიგნოთ როგორ უნდა იარსებოს ჩემი არსებობა ყოველთვის ვეძებ რაღაცა ახალ წიგნს მუდმივად რაც ეს გამომცემლობები იზრდება და რეპერტუარი იზრდება და ჩემ ახალგაზრდობაში ხელმიუწვდენი წიგნები ეხლა პირდაპირ ალაგია უფრო ნაკლებია მკითხველი არა კითხულობი ვცნობ რომ ეს კომპიუტერი გაჯეტები კი ბატონო კომპიუტერი ძალიან მიყვარს ნუ სოციალებში ჩართული არ მაგრამ წიგნს ვერ ანაცვლებს წიგნი საერთოდ არის შეუცვლელი რომელსაც ანალოგია არ აქვს დღევანდელ პერიოდში მით უმეტეს როცა ტექნიკა ასე წინ წავიდა და ვითომ კომპიუტერმა ჩაანაცვლა წიგნი მაგრამ წიგნს ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს კომპიუტერი იმიტომ რომ წიგნი არის შეუცვლელი ჯერ მარტო ერთი ფურცელს რომ გადაშლი და იქ ხელს რომ უკიდებ იმ ფურცელს იმ წიგნის სუნი სხვა რამეა ვფიქრობ რომ წიგნს მაინც შეუცვლელი ადგილი უკავია რა თქმა უნდა წიგნის კითხვა უფრო სასაკში უკვე დაკავშირებულია თავისუფალ დროსთან რაც ნუ ძალიან ცუდია მე მაინც მგონია რომ არსებობს რაღაც ასაკი რა დროსაც ინტენსიურად კითხულობ ადამიანი და მის მერე უფრო ალბათ ინტერესის სფეროებიდან გამომდინარე რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ესე ვთქვათ წიგნების ერთობლივ ხანას მე ვფიქრობ რომ როგორც უკვე ვთქვი ვერ ჩაანაცვლებს წიგნს ეს უფრო შეიძლება იყოს ერთგვარად შერწყმის მომენტი როდესაც რა თქმა უნდა ელექტრონული წიგნების ეპოქაც გვაქვს ჩვენ და ისევ და ისევ ძველი ნაბეჭდი წიგნიც და ჩემი უშუალო შეხებაც საქმიანობიდან გამომდინარე ამას მოწმობს რომ ახალგაზრდებშიც მაინც უკავია დიდი ადგილი წიგნს ასე ვთქვათ ნაბეჭდ და წასაკის წიგნს ვიდრე რაღაც ახალ ტექნოლოგიებს გაჯეტს რომელსაც კი მიაქვს ბევრი დრო ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ რომ წიგნს რა ადგილიც უკავია მასთან რა ვიცი გატოლებას ვერ მოახდენს ვერანაირი ესეთი ინტერნეტი თუ სოციალური ქსელები თუ თანამედროვე ტექნოლოგია